ისინი თავიდან მოვიდა ის სხვა აკარგოსგან ვარგობრივად გადავაგისა და ჯიუტი ოპტიმიზმით დაველოდები იმას რომ რომელი დარბაზში სამართლის სასამართლოში ეხლა მე პირველ რიგში უნდა მაგის მიულოცო როგორც გავიგე ბალტიის ზღვაზე დასასრულს და მომავალ საქმესთან დაკავშირებით. ხო, დაის მაგალითი საზღვრებს ვიშოვით. საქმესთან დაკავშირებით რა შეიძლება როგორც მე საპროცესო კოდექსში წავიკითხეთ ამხანაგით ობეჯიშვილის შეტევა მოვალეობა რომ კონკრეტული სახის გამოძიებისა და ეს გამოძიების საპროკურორო ზედამხედველობა სახის სრული სიფათით გამოიძიოს საქმე. მაშინ როდესაც მე პირველივე პროცესზე მასთან ვახსენე კონკრეტული ფაქტი, რაზეც ჩემმა ადვოკატებმაც ისაუბრეს, რომ მოხდა კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, სამსახურეობრივი მოვალეობის და უფლებამოსილების აბსოლუტურად ჩუმე უკეთესო შეიძლება უფლებამოსილების ბოროტა გამოყენება და ჩემ ჯიბეში განსაცდელად ნივთის მოთავსება, მას საპროცესო კოდექსი ნომერი აღარ მასწავლა წიგნაკა შემომატანეს თვითონ შემდგომიცის, მას ევალება, რომ გამოძიება როგორც მის დასაგონად, ეს დავაჟღერე, ეს გამოძიება დაიწყო. ეს არ დაუწყია, მაგრამ მე რომ მივხვდი რომ რაშიც არის საქმე და ეს მეგონის მე მისახები არა ერთ კითხვა მაქვს შეიძლება ბატონ გოგეჯიშვილთან რა მაგნიტსკის სიას აღიარებთ საქმესთან ახლოს არის მაგნიტსკის სიას აღიარებთ აი საქმესთან ახლოს არის ამაზე ნავალო ჩემი საუბარი შეიძლება აღიარებთ ჩემ საქმესთან დაკავშირებით იბარო და დავახსენე როგორც ჩანს აღიარებს საფასოს დაწესება უჩეს ვერტიკალურად მართავის სისტემა როგორც არის შეთანხმება სამინისტრო კაცი ვერტიკალით რომლის ხელმძღვანელის და მისი მოადგილეს არის მაგნიტსკის სიას შემოერთა მეგონი აღსაამჯერდება ეს რასია და როდესაც აქ ბრალდებული თქვენ სახელმწიფო სახელთან ერთ ბრალდებას განიცხადეთ რომ ის ჯიბეში მოათავსეს უკანონო ნივთიერება და როდესაც იმ უცხების თანამშრომლები რომელთა უფროსიც არის შეტანილი მაგნიტსკის სიაში თქვენა საფუძვლიანი ეჭვის მიღმაც კი დანიშნეთ იმის სურვილი და ესე ვთქვათ мотиваცია რომ ის არის ლაპარაკობი რომ გამოიძიოთ ის და რა ინფორმაციას მიიღეთ ამ ის კამერები რომელიც ჩვენ არ მოვცეს ასტრონომიკის კამერები პირდაპირ დაადგინა იმ კონკრეტული ავტომანქანების იდენტიფიცირებას მოახდინა რომელიც იყო ჩვენ გაკავებაზე და რაოდენობას მათ შორის პოლიციელებსაც შეგვეძლებოდა ამის მერე იმ კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირება რომელიც საქმიდან გამხარები არის საერთოდ არ ჩანა მათ შორის ორი მაღალჩინოსანი და მათ შორის ერთ-ერთი რომელიც გონია რომ პირდაპირ მან ჩამოვა ჯიბეში ის და პირველი ის მოდიოდა ჩვენ ამის შემდეგ მას შემდეგ რაც ჩვენ დავადგინდით რა იყო რომელიც საფართულო ეკიპაჟი იყო ჩვენგან მოსული იმ საფართულო ეკიპაჟის ოფიცერს ჩემს პირადობის მოწმობაზე ქონა კონკრეტული ხელი სადაც დატოვა როგორც თავის თითის ანაბეჭდი ასევე თავისი დნმ-ის კვალი ისე როგორც ახლა მტკიცებულებად ასე ვთქვათ მატრიქსა იმ დნმ-ის კვალის არსებობით ჩემს პირადობის მოწმობაზე და მათ შორის იმ დროის მონაკვეთში პატრულის იმ არსებობით იმას დავამტკიცებთ რომ ამ გამოყენებისა პოლიციელებს არათუ მატერიალურ ტექნიკური საშუალება და ადამიანური რესურსი აყოფდა იქავდათ საბორტო კამერაც იქონათ სამხრეთ კამერაც მათ შორის ორი ცალი და იქავდათ ნეიტრალური მოწმის საშუალებაც ჰქონდა ყველაფრის საშუალება ჰქონდა ამას გარდა იმ რაღაც ნივთებზე რომელიც ჯიბეში მოგითავსეთ იმას სანამ შემამდე მოვიდოდა აუცილებლად ხელი ექნებოდა მოკიდებული რომელიც ოპერაციაში მონაწილეობს მაგარი ალბათ მათ შორის შეიძლება მათ დნმ-ის ნიმუშების აღება და შედარების საშუალება მიექნებოდა იმ დნმ-ზე რომელიცაც ექსპერტი ამბობს რომ ამ ნიმუშებზე არის დნმ-ი რომელიც არაინფორმატიულია იმიტომ არ არის ინფორმატიული რომ თანხმობაში ვერყოთ ჩემ დნმ-თან ისე სხვა დნმ-ია და მე მექნებოდა საშუალება დამეიდენტიფიცირებდა პირები რომელსაც პოტენციურად ეგ ნივთები ეჭირათ ხელში ან სეიფიდან გამოვიდეს ან უჯიდან ან სამუშაო ფაქტი მოიტანეს და პირდაპირ თითს დავადებდი მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე კონკრეტულად ვის ხელში იყო ეს ნივთები რომელიც ჩემ ჯიბეში მოათავსეს არც თქვენ არ მოიგონეთ ამის გამოძიება არც კი გამოჩნდა წებული და იმაზე ასე თქვენ საჯარო განიცხადეთ რომ კანონიდან იყო ეს გევალება საპროცესო კოდექსის მიხედვით უშინ წავიკითხე იმეცადეთ თქვენ პროექტებთან დაგაცეთ არ დაგიცეთ ამის მე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მე ჩვენება დავწერდა მათ შორის შემოვიტანე და მან მოიკითხავთ მაინც ეს პროკურატურამ ამაზე მოძიება მაინც უნდა იყო ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის პოტენციურ დანაშაულზე არაფერი თქვენ მოვიდა ხواشიასვლა არც თქვენ არც მოსამართლეობა არ მომწეს საშუალება მათ შორის თუმცა კოდექსში ვიწერიათ რომ თანაბარი გამოძიების უფლებები ერთადერთი განსხვავება თქვენ შეგიძლიათ მოსამართლის გარეშე მოიპოვოთ დაკავებული ცნობები ხო არ ასისულელი ასტრონომი არ ვიცით შეგიძლიათ და ჩვენ ამის უფლება არ მოწეს მაშინ როცა კოდექსში წერია რომ თანასწორად შეგვიძლია ჩვენ მოვიტოვოთ მტკიცებულება ვერ მოვიტოვოთ მტკიცებულება ყველა გოლში სადაც მე შემეძლო ჯერ მტკიცების სპირტი არა თქვენ გახდეთ მტკიცების სპირტი მტკიცების სპირტი მე ხმა ვერ ამომეყო საერთოდ
Თქვენ უნდა გეკნათ, რომ დაგეკისებინათ შემთხვევით, რომ იმ მომენტში არანაირი სხვა მანქანა, არანაირი სხვა პოლიცია სახელოვანი არ იყოფებოდა და ვიტყუდი. აქ ორი ვარიანტი, ერთადერთი სიმართლე არსებობს აქ ამ დარბაზში. და იმ სიმართლეს ვიძახი მე. და თუ თქვენ დამტკიცება გინდათ, რომ მე ვიტყუდი, ან სულჩვენებას ვიზრდები, რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია. ამის გამოძიება და დამატებითი საქმე ბრავის საყენება შეიძლება. მაგრამ ეს უბრალოდ არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ ყველა ნაბიჯზე გართ თქვენ არა იმ ხაზს, რომელიც თქვენ ამით მოიტანა საქმე შეცდომებით დაშვებული. შეცდომებით დაშვებული, რომელიც აღმოჩენის და იდენტიფიცირების სასამართლოში წარმოქმნის უდედა არ მოგიცით. და მე ხა იმისგან შორს ვარ, რომ ამას ვინმე არ გაითვალისწინებს, რაც მიმოვიყარე. კიდევ უფრო დეტალურად შემიძლია იმაზეც მოგყვეთ, აუცილებლად ცალკე ექსპერტმა დაიკადრა იმაზეც გაგელაპარაკეთ. მაშინ როდესაც მე არ მომეცა საშუალება დნმ-ის თქვა კონკრეტული იდენტიფიცირება და თანხმობა გამეკეთებინა იმ ოფიცრების, რომლებიც იქ იყვნენ. მე წავედი სხვა მიმართულებით გამემყარებინა ჩემი ჩვენება და მე რა კითხვას დაუსვი ექსპერტს, იცით რა პასუხი ცა? და გაგრძელების ჩატარება დამწყოთ, რომ მე მოგწონებას კონკრეტულად რა ბაქტერიები ან რა უჯრედები არის ზედ. ეს კითხვა დაუსვი კონკრეტულად. სულ არ მაინტერესებს რომელი მეთოდი დამოუკიდებლად არის ბაქტერიოლოგიური, ბიოლოგიური, ჰისტოქიმიური თუ ქრომატოგრაფიული. მე საერთოდ არ მევალებ მე რომ ექიმი ვარ და რო ვიცი ეს ცალკე თემა, მაგრამ არ მევალებ მე როგორც ბრალდემოსა ვთქვა, მე ვსვამ კითხვას და ამ კითხვაზე უნდა გამეცეს პასუხი. და იცი რა არის? აი ეს ანაცმენტი რაც ხონდა რომელიც შეზღუდული რაოდენობის მასალა იყო, გამოიყენეს მხოლოდ გამოძიების მიერ დასმული კითხვების, ესა ჩემი დნმ-ის არ მოსა ჩემი დნმ-ი რომელიც მე ზეთყოფილა, რომელიც კონკრეტულად გეტყვით, ანუ მოვა ეს მოწყვეტ, ვინ დაიტანა და იმასაც გავცი პასუხს, გასაცემია. აი იმ დნმ-ის აღმოსაჩენად გამოიყენეს და პასუხი იცი რა ეს ამომწერეს, რომ თავიდან დაგვისვიო კითხვებიო, მაგრამ შეიძლება ანაცმენტიო აღარ საკმარისო დამატებითი პრობლემის ჩასატარება გააკეთეს, მტკიცებულება გააკეთეს, ეს გააკეთა ექსპერტმა. ყველა ეტაპზე, სადაც მე შემიძლია ჩემი სიმართლის დამტკიცება, ამას ვქო კორუფცია, ძალაუფლების პროდუქტად გამოყენება, პროფესიული ბულგირობა მოგეჩვენა. აი ეს იქნება. აი დავახალე და შემდეგზე კი გავაგზავნე. ძალიან ბევრი და სალაპარაკო ძალიან ბევრი შეცდომები გასაშევი. ჯობიან კოდექს კარგად ჩახედეთ. კარგად ჩახედეთ. აი მაგ სიცილს აუცილებლად შედეგები მოსულა, ხო, მაგ სიცილს. ჩახედეთ კოდექს და კარგად ნახეთ რა გევალება. კარგად ნახეთ რა გევალება. აბა კონცეპტი გადავშვით. ჟურნალისტი დაეცი ამ ხანე გოგეჩიშვილს და რო უთხრა შეძენა შენახვის ფაქტს როგორ არასწორებო. ესეთი პასუხი გაცა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა და ტელეფონის შეფეთქება და ამას აუცილებლად ითხოვდა ეხლა. პასუხს გავცეთ წინასწარ. და იმ გამოვაჩინო შეძენის ფაქტს, რომ მას თავაზობ გამოითხოვს ტელეფონი, აი აქ ეკრანზე დიდება, მე არ ვინდობი რაც ამას, არც არ არის საერთოდ ამ სისტემაში და რატო არ ვინდობი. სულ ცოტა მაგნიტსკი ავადმაცები და სულ ცოტა ავხსენი რამდენი ეტაპზე გამარჩენეს, ჩემი სიმართლე დამეკისებინა და ყველაფერი სასამართლოს თვალწინ ჩვენების სახით გავხსნი და რასაც მეტყვის და სადაც მეტყვის შევახმოვდი ტელეფონში. და თუ მე დამკიცებ სამი რამე შევიცინი, ეს მანერები ხო? თუ არა გინდა, თუ რა არის ეს რასი მოვიდეთ დავიდეთ, ხო, რასი მოვიდეთ დავიდეთ.